ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase წარმოადგენს. ბატონ ვიქტორ, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მინდა რომ მეგობარ აქცე ლაპარაკით დავიწყოთ, მაგრამ ვიდრე მეგობარე აქცე გადაწყვეტილების მოლოდინში, ისეთი გადაწყვეტილება გამოაცხადა ქართული ოცნების ხელმძღვანელობა მამუკა მდინარაძის პირით და სახით, რომელიც არ ვიცი წარმოუდგენელ რეალობას გვისახავს, არა მხოლოდ მარტო პარლამენტში, არამედ მარტო პოლიტიკაში, რაღაც ასეთი რეალობა სურს ქართულ ოცნებას, ყველას აკრძალვით და კანონგარეშე გამოცხადებით კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათთვის ეს რა ფართო ცნება, ამის შესახებ მუდმივად საუბრობენ. არ ვიცი, მაშინ როცა უკვე ჯელობა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს პოზიცია, არა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, ამით ვერც ერთ არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც დავიწყოთ მეგობარი აქტით, რისი ნიშანია ეს თქვენი აზრით, მაშინ როდესაც ოცნება რაღაცნაირად ახალი ადმინისტრაციის ციასთან დალაგების მოლოდინებს აჩენდა. მაშასადამე დღეს მეგობარი აქტი მიიღო კონკრეტულმა კომიტეტმა. იმედია ეს პროცესი გაგრძელდება და მთლიანობაში კონგრესი დაუჭერს მხარს. ასეთი მზაობა მე თქვენი ეთერით მithქვამს და კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვთ ინტერესი, რომელიც საკუთრივ მეგობარ აქტში მათ შეფასებული აქვთ როგორც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი. მე მინდა ჩვენი მსმენელის ყურადღება ამაზე გავამახვილო, ვინაიდან ბოლო ხანს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესის ცნებამ განიცადა ძალიან მრავალმხრივი ცვლილება. ამიტომ ის, რომ ჩვენ ასე ვართ კვალიფიცირებული, ეს ძალიან არსებითი არის, მით უმეტეს ტრამპის არაორდინალური ხელწერის პირობებში. ეს მნიშვნელოვანი არის. მაგრამ ჩვენ რაოდენ ახლა თავი არ უნდა შევიქციოთ ხმამაღალი შეფასებებით, რომ მეგობარი აქტი ჩაშვებული არის საკანონმდებლო პროცესში, მიღებული იქნება და ვისმენთ სხვადასხვა შეფასებებს კონგრესმენების მხრიდან. დღეს როგორც არასდროს განსაკუთრებით იმ მოვლენათა ფონზე, რომელიც საქართველოში ხდება და თქვენ კიდევაც ქალბატონო დიანა ახსენეთ ეს შესავალში, კრიტიკული დატვირთვა ენიჭება მეგობარი აქტის პრაქტიკაში ამოქმედებას. რეალურად რა პრაქტიკული მოქმედებები მოყვება? ეს იქნება მხოლოდ დეკლარაცია, თუ რეალურად დამოკიდებული თუ რეალურად მას მოყვება ის მოქმედებები, რომლებიც საკუთრივ მეგობარ აქტში არის გაწერილი. ანუ მეგობარი აქტი, რომელიც არის 23 თუ 24 გვერდიანი დოკუმენტი, დაახლოებით ნახევარი არის მიწვნილი შეფასებებისადმი. შეფასებული არის საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ნახევარი ეს არის პროცედურული საკითხები, როდესაც ამა თუ იმ თემაზე, ეს იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ევროატლანტიკური თემა, კორუფციის საკითხები თუ სხვა, კონკრეტულ თანამდებობის პირებს დავალებული აქვთ კონკრეტულ ვადებში, კონკრეტული მოხსენებით ანგარიში დასმით მიმართონ შეერთებული შტატების მთავრობას, ადმინისტრაციას კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად. ალბათ ეს მეორე ნაწილი იქნება ძალიან არსებითი, იმიტომ რომ შეფასებებში ჩვენ ახალი არაფერი არ წაგვიკითხავს, ამდენად მეორე ნაწილი, პროცედურული ნაწილი, ეს იქნება კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. როგორ ფიქრობთ ის, რომ ეს ორპარტიული ლად არის ინიცირებული და შეიძლება აქედან გამომდინარე ვთქვათ არ კონდეს წინაღობა, ეს რაღაცნაირად შეგვიძლია თუ არა უშუალოდ ადმინისტრაციის და ეს ვთქვათ ადმინისტრაციის პოზიციონირებასაც ნიშნავდეს. თუ ეს დოკუმენტი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ვსაუბრობ, გამოყენებული საქართველოსთან სალაპარაკოდ, როგორც რაღაც საგზაო რუკა. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს არის ელჩის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს არის დანიგანის ბოჭორიშვილთან და მათი გავრცელებული განცხადება, რომ რაღაცნაირ ქმედებებს მოელის შეერთებული შტატების საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორც ურთიერთობის დარეგულირების პლასში გადასაყვანად. შეერთებული შტატები ჯერჯერობით ჯერ კიდევ სამართლებრივი სახელმწიფო არის. ჯერჯერობით. ეს თქვათ ირონია ნარევის შენიშვნა არის იმ მოვლენათა ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ აი ამ ქვეყანაში. ეს თქვათ ისე რემარკად. ნებისმიერი პრაქტიკული მოქმედების განსახორციელებლად ფაქტია, რომ საჭირო არის კანონმდებლობა. ჩვენ ახლა ამის მოწმენი ვართ, როდესაც კონკრეტული საკანონმდებლო აქტი განიხილება კონგრესში.
მაგრამ მე აქაც მინდა ძალიან ეს თქვათ ისეთი ფრთხილი დათქმა გავაკეთო, რა თქმა უნდა, არსებითი არის, როგორც თქვენ თქვით, რომ ეს კანონმდებლობა მხარდაჭერილი არის ორივე პარტიის მხრიდან, მაგრამ შეერთებულ შტატებში დღეს დღევანდელი მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით და მე შემეცდები ვიყო მაქსიმალურად დიპლომატიური. იმ ხელწერის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ხედავთ, ჯერჯერობით შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ალბათ ნაადრევია, რა თქმა უნდა, მეგობარი აქტი ატარებს ძალიან ღრმა და ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ემოციურ დატვირთვას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. როგორ განახორციელებს ადმინისტრაცია მეგობარ აქტს, როგორ გადაიტანს პრაქტიკულ სიფრთხეში. ხომ არ ექნება მას განსხვავებული ხედვა, ისე როგორც ამან არაერთხელ ამის დემონსტრირება მოახდინა თითქმის 2 თვის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკური დინება თითქოს და კარნახობს ერთი სახის გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილებები აისახება განსხვავებულად. ეს არის ევროატლანტიკურ ერთობასთან მიმართებაში, უკრაინის საკითხთან, ამიტომ პრეზიდენტის პერსონაზია. ამიტომ ისე როგორც არასდროს დღეს შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სისტემამ არათუ ხელისუფლების დანაწილების კონტურები უფრო მეტად გამოკვეთა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან გაცალკევებული არის კანონმდებლისაგან, არამედ მიიღო მეტად ეგზოტიკური ხელწერის შინაარსი, რომელიც თქვენ როგორც თქვით, განპირობებული არის ინდივიდუალური ხედვით სამყაროსი, ინდივიდუალური აღქმით, პერსონალური შეფასებებით და პერსონალური დამოკიდებულებით კონკრეტული ფიგურანტებისადმი, კონკრეტული პროცესებისადმი. ალბათ ეს იქნება ჩვენთვის ერთგვარი ტესტი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მაგალითზე და სხვა თემების მაგალითზე, როგორ შეიძლება მეგობარი აქტი რეალურად იქცეს ისეთი იარაღად, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესების შემოყალიბებას. კი ბატონო, ვერც ერთი აქტი შიგნით გარედან ეს შეიძლება იყოს რაღაც პროცესის დამხმარე, თავარი პროცესი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით. რა ხდება ქვეყნის შიგნით? ეს არის ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გვამცნეს, რომ პარტიების კანონგარეშე გამოცხადებას. მოკლედ არაფერი აღარ უნდა იყოს. არ ვიცი, როგორ შეიძლება კოლექტიური ნაცმოძრაობა და ეს არის მათ რომ მკითხოთ, ყველანი ჩვენ ვართ, ყველა პარტია, ყველა პერსონა ამ ქვეყანაში, ეს არის რაღაცნაირი მიდგომა, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, სხვათა შორის ბევრს ახასიათებს ეს მიდგომა, მარტო ხელისუფლება არ გამოირჩევა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ეს არის განსაკუთრებით მძიმე, იმიტომ რომ მას აქვს შესაბამისი ბერკეტები. ყველას თითქმის ეს მთავარ პარტიებს, რომელთა უკან მათივე დათვლებით 700,000-ზე მეტი ამომრჩეველი დგას, ბევრისთვის სადაო, მაგრამ ოფიციალური ციფრი ასეთია, რიცხვებით, უნდა გამოაცხადოთ კანონგარეშე. აი, ამას როგორ აღიქვამთ მათ ბოლო ინიციატივას? ჩვენი საუბარი დაიწყეთ მეგობარი აქტით და ჩვენ გეოპოლიტიკური შესავალი მოვნიშნეთ ამ ინტერვიუსით, თორე სხვაგვარად მე რა თქმა უნდა სხვა შესავალს გავაკეთებდი. როგორიც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების დამოკიდებულება, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის შეფასება, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობა, სრული სანახევრო თუ გნებავთ სიმბოლური, თავარი შემომქმედი საკუთარი ბედისა უნდა იყოს ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი და რეალურად დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ საერთაშორისო კონიუნქტურას, რომელიც არც თუ სასიკეთოდ ვითარდება და დღევანდელ პირობებში ავტორიტარული ქვეყნების რიცხვმა მკვეთრად გადააჭარბა დემოკრატიული წესწყობილების მქონე ქვეყნებს და მოსახლეობის დიდი ნაწილიდან. ნახეთ, ესე იგი რეალურად რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა თითქოს და ქართული ოცნების მაგალითზე, თუმცა მე მithქვამს, რომ აქ ჩვენ კლასიკურ პარტიულ მართვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ესეც მართვის ძალიან ისეთი თავისებური ნაირსახეობა არის, რომელსაც პარტიულობასთან დიდად კავშირი. პარტიული მართვა აქ პერსონალური როგორც დიდად კავშირი არ აქვს, ინდივიდზე აგებულია. ასე საოცრად საერთაშორისო კონიუნქტურა ყალიბდებოდეს იმგვარად, რომ ქვეყნის შიგნით განვითარდეს ის მაგიერი პროცესები, რაც თქვენ აღნიშნეთ, ესეთი თანხმედრა მართლაც უნიკალური არის. ეხლა რაც შეეხება იმ პრესკონფერენციას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ 16 წუთის განმავლობაში. რატომ 16 წუთი? 16 წუთი გრძელდებოდა პრესკონფერენცია. ჩვენ რენტგენზე დაგვიდეს წინ ის სურათი საჯაროდ,
თუ როგორ უნდათ ამ ჰიბრიდული მართვის მესვეურებს დაინახონ ქვეყნის ხვალინდელი დღე. აი ამაზე მეტი თვალსაჩინოება და ამ სურათზე ხო მე ფრაგმენტს ვუსმენ ეთერის ეს იყო კიდევ ერთხელ აი რენტგენზე გატარებული და ამობეშტილი სურათი, სადაც ჩვენ ნახეთ ერთი რამ, რომ ამ სურათზე იკითხება შემდეგი, რომ ამ ქვეყნის მართვის კუთხით და მისი განვითარების კუთხით არც ევროკავშირთან რაიმე საერთო, არც სამართლის უზენაესობასთან რაიმე საერთო, არც კონსტიტუციასთან ცუდი, კარგი, ვარგისიანი თუ ვარგისი, არამედ ეს არის აბსოლუტურად საკუთარ საზოგადოებასთან, რომელიც მათი დათვლებით სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და რაც შეეხება მიმართულებას, აი ხვალინდელი დილა რომ გათენდება მე თქვენი ეთერის მეშვეობით, ისევ როგორც თქვენ, ისევ როგორც სხვა რესპონდენტები, კიდევ ერთხელ მინდა მიმართო საჯარო მოსამსახურეს თუ კერძო სექტორში დაკავებულ სტუდენტს, მასწავლებელს, ადვოკატს, ინჟინერს, ექიმს, როგორ წარმოუდგენიათ მათ ხვალინდელი დღე? ასეთად წარმოუდგენიათ? ალბათ ეს არის ახლა იცით, აი ჩვენ ეს პროცესი დემოკრატიული უკუსლის ეს ბოლო პერიოდი იყო განსაკუთრებით დაჩქარებული, მაგრამ ამ განცხადებით განსაკუთრებით აჩქარდა. და კიდევ ერთი სახიფათო წახნაგი, რაც მე პირადად დავინახე ამ განცხადებაში, არის აი ამ ჯგუფის მზაობა შემდგომი ესკალირებისკენ. იმიტომ რომ ჩვენ თუ ერთი წამით წარმოვიდგენთ, რომ ამ განცხადების შემდეგ აი ამ გამოწვევას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს და ის სათანადოდ უპასუხებს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი გათვლა, ასეთი დაშვება აქვს აი ამ ჯგუფს, ისინი მზად არიან პროცესის შემდგომი ესკალაციისათვის. აი ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა საკითხებისადმი და აქ ევროატლანტიკურ ერთობაზეც აღარ არის საუბარი, აქ ევროკავშირთან დაახლოებაზეც საუბარი არ არის, აქ საუბარი არის ელემენტარულ სტაბილურობაზე, ელემენტარული ეს თქვათ სამოქალაქო საქმიანი სოციალური ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებაზე ქვეყანაში და როდესაც შენ მიდიხარ ამის ტორპედირებაზე, ეს ფაქტურად ნიშნავს იმას, რომ შენ მე მიცხადებ, რომ რეალურად ყველაფერზე ხელი გაქვს მოწერილი. ეს გაფრთხილება იყო თქვენი აზრით თუ სრულიად შეგნებული და დაგვანახეს როგორი იქნება მომავალი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაფრთხილებაც და ის რენტგენის სურათიც, რომელიც მე თქვენ გითხარით და ამას აქვს ალბათ თავისებური ახსნა. ჩვენ ერთი აღვნიშნეთ საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც ვაღიაროთ გარკვეულწილად ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ამგვარ პროცესებს და მეორე არის თვითონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები. ასევე იყო თვითკრიტიკულები. პროტესტი შესუსტდა, განა პროტესტი სადმე წავიდა, ის არსად არ გამქრალა, მაგრამ პროტესტი თავისი გარეგნული გამოვლინებით შესუსტდა, ხოლო ამ პროტესტის შემავსებელი ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ასეთი შემავსებლის, ასეთი ესე ვთქვათ, აი ახალი ენერგეტიკის შემტანის ფუნქციას ვერ ასრულებს რეალურად. ამიტომაც როგორც და მთელი თავისი დააჩქარა ეს როგორც ჩანს, აი ესე ვთქვათ, აი გარკვეული დაკვირვების შედეგად, როცა თავი მოიყარა აი რამდენიმე ფაქტორმა გნებავთ ობიექტური წარმომავლობის, შეიძლება სუბიექტურის, მათ ჩათვალეს, რომ ეხლა როგორც არასდროს ძალა მათ მხარეზე არის და ეს შემდეგი ესკალირება, შემდეგი აჩქარება პროცესის, ისედაც დაჩქარებული პროცესისა, უკვე ძალიან დროული არის და ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული მათთვის პირველ რიგში. რა უნდა იყოს ამაზე საპასუხო ქმედება? პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოების. ეს არის ალბათ ყველაზე რთული შეკითხვა, რაზედაც პასუხის ორი ნაირსახეობა არის. პასუხის პირველი ნაირსახეობა არის ერთგვარი ბელეტრისტიკა და იგივე ფორმულების განმეორება, საზოგადოების მედეგობა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახალი წესრიგის პროტესტის გაფართოება და ასე შეთავაზება, სიმწვავე და ასე შემდეგ. მეორე პასუხი ალბათ არის უფრო მოგზალებული და უფრო ნაკლებად ბელეტრისტიკული. რაც შეიძლება ნაკლები სიტყვათა წყობა, რაც შეიძლება ნაკლები შეფასება, აი კიდევ ერთხელ მე რიტორიკულად მინდა დაუბრუნდე იმ მოწოდებას.
აი, როდესაც ხვალინდელი დილა გათენდება აი ამ განცხადების ფონზე, როგორც არასდროს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვისაც შერჩა გონივრული განჯის უნარი და ვისაც არ აქვს სურვილი იკვებებოდეს ილუზიებითა და ყალბი მოლოდინებით, პირველ რიგში საკუთარ თავთან ამ ფსიქოლოგიურ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს ის სტერეოტიპი, რომელიც მას, ესე ვთქვათ, ნებსი თუ უნებლიეთ აი ამ ტენდენციის, ამ სისტემის, ამ მანკიერი მოვლენის მონად თუ მიმდევრად თუ ხელშემწყობად, უნებლიე ხელშემწყობად აქცევს. ალბათ თუ ეს გარდატეხა მოხდება ყოველ ჩვენგანში, ახლა მე მესმის ესე ძალიან შეიძლება რიტორიკული საუბარი არის, მაგრამ აი ეს ალბათ ისე გვარი, აი მორალური, ფსიქოლოგიური კათარზისი არის, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ ერთი რამ ფაქტი არის, რომ ქართველი ერი და ქართული საზოგადოება მიუხედავად მისი რთული სხვადასხვა შუქჩდილებით სავსე ისტორიისა, მისი საამაყო წარსულისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაინც გარკვეულწილად კონფორმიზმი, შემწყნარებლობა, შემგუებლობა, აი საკუთარი ბედის დელეგირება სხვებზე, აი სოციალური კომპონენტის, სოლიდარობის კომპონენტის რაღაცა ეს ვთქვათ, აი მცირე ხარისხით, ესე ვთქვათ, საკუთარ თავში დატოვება და აი ქვეყნის ბედის გადაბარება სხვას მხრებზე, ეს ალბათ არის ჩვენთვის ასევე ისტორიულად თამდები თვისება. ალბათ თუ სადმე ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ამ საზოგადოებასაც ქონდა ასუახლახან ძალიან მასშტაბური პროტესტი. თუ სადმე ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ ძალა აი გნებავთ აი ამ ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური თუ მორალური რეინკარნაციის, ალბათ ეხლა როგორც არასდროს ეს მომენტი დადგა, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ შეიძლება იყოს ძალიან გვიან და უკვე ნებისმიერი ძალისხმევა იყოს თავიდანვე განწირული წარმატებაზე. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს სურს რეალობა, სადაც მარტო ის და ქართული ოცნება და არავინ, ეს ვთქვათ, კრიტიკოსი, პარტია, ოპონენტი, რაღაც ამ ტიპის რეალობაში ის კარგად იგრძნობს თავს, ანუ ამ ტიპის რეალობის მიღება უნდა, იმიტომ რომ აქამდე მეტნაკლებად რაღაცნაირად თანაცხოვრებას ვახერხებდით ყველანი, პარტიები, მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასე შემდეგ, ანუ რაღაცნაირად თითქოს ყველა კომპონენტი მეტნაკლები რესურსით იყო ადგილზე. როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას ამა თუ იმ ქცევის ახსნაზე, აქაც ერთი ახსნა არის პირადი აღქმა სამყაროსი და შენი, ვთქვათ, პერსონალური, სუბიექტური ფილოსოფია მოვლენათა განვითარებაზე. მეორე საკითხი არის, რამდენად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩაწერილი არის უფრო დიდ გეოპოლიტიკურ სურათში. თუ პირველი, ახლა არც ერთი შემთხვევა და არც მეორე არ არის დიდი შეღავათი, მაგრამ პირველი სცენარი კიდევ გარკვეულ ავტონომიურობას ანიჭებს ამა თუ იმ აქტორებს. და თუ მათ შერჩათ ჯერ კიდევ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ოდნავი მაინც გაცდა, აი მე ისევ ამ განცხადების ფონზე ვამბობ, რომელიც აი ამ ესკალირებისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი არის, მათ შეუძლია ჯერჯერობით ჯერ კიდევ შეზახმოს საკუთარ თავს და ეს პროცესი გააჩერონ, მაგრამ თუ მეორე ახსნა არის ქალბატონო დიანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდ ფსონს უკავშირდება, ეს არის გეოპოლიტიკური ფსონი, ეს არის სამხედრო საკითხი რეგიონში სამხედრო განლაგებასთან, ზოგადად აი გეოპოლიტიკური ველის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უფრო მეტ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ვიდრე პირველ შემთხვევაში წარმოგვიდგენია. აქ ავტონომიურობა ადგილზე გადაწყვეტილებათა მიღებისა არის გაცილებით ნაკლები. ამიტომაც თუნდაც ახლა ჩვენ რო შევკრათ ჩვენი საუბრის ვთქვათ ძაფი, ის რითაც ჩვენ დავიწყეთ მეგობარი აქტი და როცა მე ვახსენე რომ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ რა მოქმედებების, რა პრაქტიკული მოქმედებების მოწმენი შეიძლება ჩვენ გავხდეთ, დიახ, ჩვენ ახლა დაუწუნეთ გარკვეულწილად ქართულ საპროტესტო მოძრაობას მუხტი, მაგრამ ასევე უნდა ჩაუთვალოთ მას დამსახურებად 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პროტესტი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ ობიექტურად, რომ ალბათ ეს ენერგეტიკაც ადგილზე გენერირებული არ იქნება საკმარისი. საჭირო იქნება გარედან აუცილებლად. ადგილზეც სჭირდება მას ალბათ რაღაც ტიპის, მათ შორის პოლიტიკური კომპონენტის პარტიების მიერ შეტანა. თუ ჩვენ ეს საშინაო მასალა არ შევქმნით და ეს საშინაო მასალა არ მივაწოდეთ ჩვენს მოკავშირეებს,
უნებრივი არის მათ არც პოლიტიკური ნება ექნებათ და არც რესურსი ექნებათ მომართული, რომ ქვეყნის შიგნით გარდატეხა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე. ასე რომ ეს ორი კომპონენტი თამდევი არის და ამის განცალკევება უბრალოდ არ არის რეალურია. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს, არ ვიცი, პარტიების ფაქტორს, ახლა 31 მარტის აქცია, რაღაც ასე ვთქვათ, ჩანიშნული კალენდარზე. ანუ რამე ამას ექნება, რაღაცნაირად შეიძლება რაღაც პროტესტმა ხელახლა იპოვოს თავის თავში რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, რესტარტი მოახდინოს. 31 მარტს ალბათ ჩვენ კიდევ ერთხელ საკუთარ თავს უნდა უჩვენოთ ერთმანეთი, დავანახოთ და მივცეთ იმედი იმისა, რომ პროტესტის ძარღვი არ განელებულა და ჩქეფს. ალბათ ეს არის მთავარი დანიშნულება. რაც შეეხება შექმნილ ვითარებაში რაიმე ისეთ კარდინალურ გარდატეხას, ნუ ვიქნებით ახაც მიამიტები, ნუ დავუკავშირებთ კონკრეტულ თარიღებს, რაღაც ესე თქვათ ისეთ რადიკალურ ტრანსფორმაციის მოლოდინს. ეს ალბათ კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვა, ეს იქნება მორალური, ფსიქოლოგიური დატვირთვის აქცია, მაგრამ ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ ახლა დღეს დაგვიანონსა მორიგი თავი მდინარაძის პირით ქართულმა ოცნებამ, ეს პროცესი როგორც ჩანს იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივი, გაცილებით უფრო დამღლელი და ამ ხრივ რა თქმა უნდა როგორც შიდა რესურსის მობილიზებას, ასევე გარე სამყაროს მობილიზებას ქართული თემატიკის მოსაგვარებლად და სწორად დასალაგებლად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. საგამოძიებო კომისია არის შექმნილი, თქვენ ნახეთ, ასე ვთქვათ, სანახაობა რეტროსპექტივა წარსულის ახლა ამბობენ რომ ამ წლებში რასაკეთებდა ვთქვათ ეს ოპოზიციური ძალები ამასაც გამოიძიებენ ის პარტია ალბათ თავის თავს ხომ არ გამოიძიებენ და პლუს ეს ვინც არ მიდის სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ნახეთ დღეს ხაზარაძის შემთხვევაში ჯაფარიძეზეც მიმართა პროკურატურა და კიდევ ეს ვთქვათ ოქროაშვილზე და ასე შემდეგ დღეს იყო ხაზარაძე სასამართლოში ანუ წავა თუ არა ამ კონკრეტული საბაბებით ასევე შეიძლება თუ არა პოლიტიკური ლიდერების პატიმრობებიც იყოს ამ რენტგენის სურათის ნაწილი. უცბად გეტყვით ის რაც ვისი მოწმენიც ჩვენ დღეს გავხდით ამ საღამოს მე ალბათ უკვე ამის მერე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. ხო მეც ამ ბრიფინგამდე სხვა პოზიცია მქონდა ამ ბრიფინგის შემდეგ მე დროთა განმავლობაში ყოველთვის მჩვევია ერთგვარი ეს თქვათ აი ცენტრისტული დამოკიდებულების დაფიქსირება. მე ძალიან ხშირად გამოვდიოდი ესე თქვათ მოზომილი რადიკალური შეფასებებით და გარკვეულწილად არ ვუშვებდი ხელიდან მომენტს რომ ერთგვარი მოწოდება არ გამეკეთებია მეორე ფრთის მისამართით, მაგრამ აი ეს განცხადება რაც ჩვენ მოვისმინეთ და შემდგომი ესკალირების პერსპექტივის ვერ დანახვა, უბრალოდ დანახვა მკაფიო, ეს ხო ზედაპირზე დევს რა შეიძლება, როგორი რეაქცია შეიძლება ამან გამოიწვიოს, ეს რა თქმა უნდა მე მაფიქრებს რომ ესე თქვათ რუბიკონი ფსიქოლოგიური ხელისუფლებას გადალახული აქვს და ეს რუბიკონი ფსიქოლოგიური თუ გადალახული არის შესაბამისად ის მზად არის განწყობილი არის მიდრეკილი არის რომ რესურსულად სხვა გაგებითაც აი ამ ფსიქოლოგიურ განწყობას შეაშველოს პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც. პატიმრობების რატომაც არა, იმიტომ რომ აუქმებს კანონგარეში აცხადებს გძალავს დაჭერას რა უდგას. სხვაგვარად, როდესაც მიდის ძალაუფლების ამგვარად კონსოლიდირება, ის შუაგზაზე ვერ გაჩერდება. შუაგზაზე მისი გაჩერება ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გააბათილოს განვლილი ზის ეფექტი. ანუ ის განწირული არის, ან გავიდეს ბოლოში და ბოლომდე, ან მან რაღაცამ უნდა შეაჩეროს. ჩემი აზრით დღევანდელი ბრიფინგი მამუკა მდინარაძის არის თავისი შინაარსით 28 ნოემბრის კობახიძის ბრიფინგის ტოლფასი. შინაარსით კი არა, უბრალოდ აი გამოწვევით რაღაც, იმიტომ რომ მეტი რაღა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების გაჩერებაზე იყო იქ საუბარი, ხომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენი მხრიდან და ასე შემდეგ. აი
დღევანდელი განცხადება მეტი რაღაცაა, რომ საერთოდ ევროპასთან, არა მარტო 28 ნოემბერთან დაკავშირებით, საერთოდ მე პირადად მრჩება ისეთი შტაბ-შტილება, როცა რეტროსპექტივაში ვუყურებ გამნილ 2-3 წლიან პერიოდს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის განახლების შემდეგ გარკვეული ჯგუფის მხრიდან მოქმედებაში მოვიდა კონკრეტული გეგმა, მეტად გააზრებული, ეს შეიძლება ზოგან 28 ნოემბერი იყოს, ზოგან შეიძლება დღევანდელი თარიღი იყოს, ზოგან კიდევ სხვა თარიღები იქნება, ამიტომ მე რაც ვახსენე, როდესაც თქვენ მე მთხოვეთ ამეხსნა არსი თუ ასე ვთქვათ ანატომია მოქმედებებისა, მე ამიტომ ვთქვი, რომ ერთი ახსნა არის ადგილობრივი წარმომავლობის, ეს არის პირადი აღქმა, პირადი ფსიქოლოგია, შეიძლება რომელიც თქვათ კონსპიროლოგიურ თეორიებზეც იყოს დაფუძნებული. მეორე შესაძლებელი არის უკავშირდებოდეს უფრო დიდ გეოპოლიტიკურ სურათს და ჩვენ ასე შეგვიძლია ამ სურათს ვუწოდოთ ამ პროცესს. ეს არის ბრძოლა საქართველოში გეოპოლიტიკური გავლენებისათვის და ამ ბრძოლაში მონაწილე არის არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საქართველოს მიღმა, ან საქართველოში უკვე ინფილტრირებული კონკრეტული აქტივები და ეს ბრძოლა შედის თავის გადამწყვეტ ფაზაში. ასე შეიძლება ჩვენ ყველაფერთან ერთად რუსული სცენარი, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ და ვთქვათ ნაკლები კითხვის ნიშნები. ხო, ნუ ახლა ჩვენ იგივე მეგობარ აქს თუ დაუბრუნდებით, იქ რუსული ინფილტრაცია არის ძალიან პირდაპირ ნახსენები. კიდევ ერთხელ ახლა ჩვენ არ მინდა ისე გამოგვივიდეს ჩვენი მსჯელობა, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციას გადაუხვიოთ, სამართლის ისეთი ცნება შემოვიტანოთ, როგორც არის კოლექტიური პასუხისმგებლობა, მაშინ სამართალში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ მომდევნო ხელისუფლებას, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში, თუ გადავიდა ოპოზიციაში, იმიტომ რომ ის დათქმაც გავაკეთოთ, რომ ეს არ არის კლასიკური პარტია, მომდევნო ხელისუფლებას მოუწევს ძალიან დიდი შრომის ჩატარება. ეს შრომა დაკავშირებული იქნება ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ველის გაწმენდისგან იმ ინფილტრაციის ფონზე, რომლის ნიშნებსაც ჩვენ დღეს ძალიან აშკარად ზედაპირზე ვხედავთ. კი ბატონო, თქვენ დღეს ხელისუფლების ქმედებებში ხედავთ რუსულ გავლენას მათ მიერ ინფილტრირებული ხალხის, ესე ვთქვათ, ხელწერას. მე დღეს ვხედავ გავლენას იმისა, რომ ქართული სახელმწიფო გახდეს აბსოლუტურად დისფუნქციური და გახდეს ძალიან იოლი, ნადავლი და მონაპოვარი ჩვენი სამეზობლოსი, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან და შესაბამისად ის ისტორია, რომელიც ჩვენ თუნდაც ამ 30 წელს გვაკავშირებს, როდესაც ავად თუ კარგად ჩვენ ვანვითარებდით გარკვეულ კურსს, ვანვითარებდით გარკვეულ მემკვიდრეობას, იქნეს აბსოლუტურად განულებული. ალბათ ეს არის ერთადერთი არც თუ სახარბიელო დასკვნა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არა მარტო 28 ნოემბრის განცხადებიდან გამომდინარე, არამედ ამ დღევანდელი 16 წუთიანი რენტგენო კვლევის, რომელიც ჩემი აზრით შეიძლება უფრო მძიმეა ვიდრე 28 ნოემბრის განცხადება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ 28 ნოემბრის განცხადებას კიდევ რაღაც პოლიტიკურად, დიპლომატიურად შენიღბული სიტყვათ აწყობა თუ ნარატივით ანახლავდა, დღეს ვფიქრობ სათქმელი ითქვა პირდაპირ. ამიტომ დღევანდელი განცხადების შემდეგ, დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ უკვე რაიმე საორჭოფო ან ორმაგი ინტერპრეტაციის სივრცე პრაქტიკულად ჩვენ აღარ დავრჩით. კი ბატონო, გეთანხმებით და მეც ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მძიმე განცხადება, ვიდრე ეს იყო 28 ნოემბრის. ძალიან დიდი მადლობა ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.